გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. დღეს ჩვენ ვემზადებით საქველმოქმედო საღამოსათვის, რომელიც ეძღვნება ჩვენს ქალაქში ქალების ორგანიზაციას. ანუ ეს ორგანიზაცია ცდილობს ქალებს, განსაკუთრებით ქალებს, ხელი შეუწყოს სხვადასხვა სიძნელეების დაძლევაში და ამ ორგანიზაციას ეწოდება Women's Community. და აი ამ ორგანიზაციას ყოველწლიურად აქვს სპეციალური ივენთი, ანუ სპეციალური ღონისძიება, სადაც ხდება თანხების შეგროვება იმისათვის, რომ მეტი დახმარება აღმოუჩინონ ქალებს ჩვენს ქალაქში. ჩვენმა ორგანიზაციამ პირველად, ჩვენმა კომპანიამ Amaximum გამოვიდა სპონსორის როლში და ერთ-ერთი სპონსორი გახლავართ აი ამ საქველმოქმედო საღამოსი და ჩვენს დიდი სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. დღეს ღონისძიება ჰოლივუდის თემით ტარდება. ნუ არის აქ არჩევანი, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაიცვათ როგორც თქვენ გნებავთ, ან და ჩაიცვათ ისე როგორც თქვათ ჰოლივუდს შეეფერება. მე ჩვეულებრივად ჩავიცვი, როგორც მე მომწონს, ეხლა ჰოლივუდის თემებს არ ავყოლილ ვარ დღეს. მთავარია მონაწილეობა და მთავარია ის, რომ თანხები, რომელიც შეგროვდება, მოხმარდება კარგ და კეთილ საქმეს. სხვათა შორის, ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რამდენი წარმატებული ქართველი უცხოეთში მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში, სწირავს საკმაოდ დიდ თანხებს, როდესაც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობ და გვინდა საქართველოსთვის რაღაც გავაკეთოთ, თითებით თუ დაითვლება ადამიანების რაოდენობა, ვისაც უნდა მიიღოს საქართველოსათვის მონაწილეობა, შემონაწილებში. აი ეს სამწუხარო ფაქტი, ამაზე მე ცალკე მექნება როდესღაც ლაპარაკი თქვენთან, მაქვს რამოდენიმე მოსაზრება იმისათვის თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას. ძალიან პატარა ნაბიჯებით, მაგრამ აი ეს პატარა ნაბიჯები შეიძლება გარდაიქცეს ძალიან დიდ საქმედ. ეს ღონისძიება ტარდება სულ რაღაც 1 წლის წინათ აშენებულ Hilton Garden Inn-ში. სხვათა შორის ეს პირველი Hilton-ია ჩვენს ქალაქში. სასაცილოც კი მოგეჩვენებათ, ჩემო კარგებო, როდესაც ამერიკა და Hilton-ის სასტუმრო არ ყოფილა ჩვენს ქალაქში. უბრალოდ პატარა ქალაქია. თბილისთან შედარებით სოფელია. აი ამდენი თოვლი არის კიდე. აი იქით თაზე ხედავთ სათხილამურო ბაზაა. ანუ ჩვენს ქალაქში ყველაფრით შეიძლება გართობა, ზამთარში თუ ზაფხულში, თუ ადამიანს უნდა ზამთარში თხილამურები, ზაფხულში ტბები და ტყეები და ნაკრძალები და ყველაფერს რასაც ინატრებს არსებობს. ჰოლივუდის თემა, გარშემო, სხვადასხვა ჰოლივუდის ფილმების პერსონაჟების კოსტუმებში გამოწყობილ ადამიანებს ხედავთ. ეს ყველაფერი თამაშდება. შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რის გათამაშებაში გინდათ მიიღოთ მონაწილეობა და იქ ჩადოთ თანხები, თუ ბედნიერი ბილეთი შეგხვდათ, გაიმარჯვებთ, თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში თანხები მოხმარდება ქველმოქმედებას. აი, ოსკარის გამოსახულება. გეტყვი იმას, დარბაზი ჯერ цаრიელია, მაგიდები აი ეს ლამაზად არის გაწყობილი და ეს ჩვენი მაგიდა ნომერი 12. აქ განთავსებულია ამ საღამოს სპონსორები და აი ჩვენი კომპანიის ლოგოტიპიც არის აქ განთავსებული. ამ პროგრამას ექნება გართობის ელემენტიც და რაც მთავარია, ქველმოქმედების ელემენტი, საკმაოდ შთამბეჭდავი და დიდი გაქანების ღონისძიება ჩვენი ქალაქის მასშტაბებისათვის. ეს ჩემი კომპანიის წევრები არიან, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ლენა, Lisa, look here. Christina. ზრდასრული ადამიანები იგონებენ ასეთ გასართობ ღონისძიებებს, უბრალოდ რომ გადაერთონ, გახალისდნენ და გაიხარონ. ამერიკაში ცხოვრება საკმაოდ მომაბეზრებელი და საკმაოდ მდორეა. ალბათ გაგეცინებათ ახლა მე რომ ამას გეუბნებით, მაგრამ ეს ასია და იმისათვის რომ ცხოვრება ცოტა წაიხალისონ,
ამერიკელები იგონებენ აი ესეთ ღონისძიებებს, სადაც ბევრი საქმე ერთად კეთდება. ანუ სოციალური მხარე ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, მეორე მხარე, რომ ადამიანები ჩაიცმევენ იმას, რისი ჩაცმაც დიდი ხანია სურდათ და ამისათვის არ ქონდათ შესაძლებლობა. და მესამე რაც მთავარია, გროვდება თანხები, რომლებიც ხმარდება კეთილ საქმეს, კერძოდ ქველმოქმედებას. დანარჩენი, აი, გამოთქმა რო იყო ეგეთი ზაოდ კრაოდ, ხო გახსოვთ? დანარჩენი მთელი ამერიკული ცხოვრება არის ზუსტად ზაოდ კრაოდ. დილიდან 5-დან საღამოს 9-მდე გუგუნებს ამერიკა, მერე ყველა იძინებს და ისევ შემდეგ დილას იწყებენ სისხამდილით და ყველაფერი არის ფოკუსირებული პროდუქციაზე, გამომუშავებაზე და მისი აღმატებულესობა ამერიკულ დოლარზე. ჩვენი ვარსკვლავით გამობრწყინდა. საინტერესოდ ჩაცმული ქალბატონები საპატარძლო კაბებში, ალბათ რომელიღაც ამერიკული ფილმის პერსონაჟებს ანსახიერებენ. Looks good. No, thank you. It's great. How are you? I start worrying. I was thinking, where are you? Maybe you went some different place. No, we're fashionably late. Good, good. Someone had to work. That's okay. You are here. That's all that matters. Შვენიერი ინტერიერი სურათებისათვის. Lena, let's make picture. ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. მე მგონი ვახშმის დრო ახლოვდება. ეს არის თითქმის სავალდებულო talk time. სიტუაცია, როდესაც ვიდრე ოფიციალური ნაწილი დაიწყება საღამოსი, ადამიანებს აქვს შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს ესაუბრონ, გაიცნონ ახალი ადამიანები, დაარიგონ ბიზნეს ბარათები. ეს ამერიკისათვის დიდი შემადგენელი ნაწილია, ამერიკის ბიზნეს სამყაროსთვის. საღამო გრძელდება, ადამიანები ერთმანეთთან საუბრობენ, ვახშმის დროა, ოფიციალური პროგრამა სულ მალე დაიწყება და აი თუ ხედავთ ადამიანები, რომლებიც ბუშტებით დადიან მაგიდებს შორის, ეს ადამიანები აგრძელებენ საქველმოქმედო ბილეთების გაყიდვას. ანუ შეგიძლიათ შეიძინოთ $20 ბილეთი, ეს გაძლევთ შესაძლებლობას, რომ გათამაშებაში რაიმე მოიგოთ. ნუ გათამაშებაში არის ყველაფერი ბრილიანტის ყოლიედან iPad-ამდე და საათები და ძალიან ბევრი სხვადასხვა ნივთია გათამაშებაში. კიდევ ერთხელ, თავარი ის არ არის, რომ ნივთი მოიგოთ, ანუ ის ნივთების აუცილებლობა ამ ადამიანებისათვის. თავარი ის არის, რომ შეგროვდეს თანხა ქალთა ორგანიზაციისათვის. ეს არის თავარი დანიშნულება, თავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი თანხა შეგროვდეს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცეს. Good job, Lisa. გართობის ელემენტიც შემოვიდა ვახშმის დროს. მიდის ბურთის გადამისამართება. ნახოთ, ვის გაუვარდება ხელიდან. ასე ერთობიან ამერიკელები. They're worthless. They think they've lost all hope. And they don't believe that things will get better. And right now, tonight, please know, I guarantee you, by you supporting us, you have made those lives better. Thank you. რამოდენიმე წუთით საღამოს წამყვანი მადლობას გუხდის სპონსორებს და მონაწილეებს. Look at this.
We're doing shots later, aren't we? Yeah. ეს ლატარიის გათამაშება. Reserve for you. Little whiskey. And your pink ticket number 208040. Yeah, 208040. ლენამ მოიგო ლატარიაში რაღაც ნივთი. ეს სავსებით მოულოდნელად მოხდა. Oh my God! She did? Next item here is for the Green Bay. Lena, wonderful. Show us. So beautiful. Yay. This ticket number on orange ticket number 39. Orange ticket Is that the diamond necklace? Yay. Look at this. Jane, I see a cartwheel in our future. It's going to happen. So you won diamond necklace. Wonderful. Come on up here when you Congratulations. like right now. Lena, brilliantis collier moigo. Do we get the wheel there with the liquor? And I said, no, we'll find a way to get in the trunk She here. said you were going to win it. You remember that? Totally, not to worry. You were going to win it. I know. Nice. Next item we're going to be working on here is the $250 Reeser gift card. Donated by Reeser Fuels. $250 gift card. I got it. That's funny. You're helping us. საღამოს შემდეგი ნაწილი არის აუქციონი. ჩვენ ყველას დაგვირიგეს აი ესეთი For up to 4 occasions, including by ალმები anniversary and the tax day. და როდესაც Choice, any of that. ადამიანს უნდა რომ გააკეთოს ბიჯი, Our item number შეუძლია one, აწიოს Ryan. და მიიღოს მონაწილეობა. Item number 2 called School Ties here tonight. A chance to hang out at the Cole Center, have some fabulous food. Like $3,000 კინოს ბილეთებში. აი ასე Thank you guys so very, very much. აკეთებენ შემონაწილებს ამერიკელები let's hear it for ეთილი საქმისათვის. Brian here tonight, please. აუქციონი დამთავრდა. That's how you do here at the Hilton Garden Inn. We can't thank you enough for coming out. You get some costume ideas along the way. Great. Come back, put it on your calendar for next year, and tell all your runners that you know that do 5Ks on a regular basis. We got one coming up. The one that we want you to go to is Chasing Chocolate for the women's community. It's going to be on May 11th over at Marathon Park, and we have a great time with everyone. So tell all your running friends they got to come out for that one. Jane, anything else? ოფიციალური ნაწილი დამთავრდა, ეხლა კი იქნება after party, ანუ გარჩობის ნაწილი. DJ არის მოწვეული, რომელიც გადებს პოპულარულ მუსიკას და აი ეს აქ მოსული სტუმრები იცეკვებენ, გაერთობიან. უკვე საკმარისი დოზით არის ალკოჰოლიც მიღებული და იქნება მხიარულობა და გართობა. ფული შეგროვდა. აჰა, სასიკეთო მიზნებისათვის ყველა მზად არის საცეკვაოდ. ყველა კარგ ხასიათზეა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ალკოჰოლი საკმაოდ ეხმარება ხასიათის გაუმჯობესებაში აბსოლუტურად ყველას. საღამო გრძელდება, მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის ადრე ვტოვებთ საღამოებს, არასდროს არ ვრჩებით ბოლომდე. გამოვემშვიდობებით ეხლა რამოდენიმე მეგობარს. How are you? Hi, people! Can we get a picture together Yes. with me? Yes. აი ასე შემოკარგებო. ერთი გრძნობა და მოსაზრება მაქვს. აი ესე ბევრი და უამრავი ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი. ალბათ აი ესე როგორც მე დადის სხვადასხვა ღონისძიებებზე და აკეთებს შემონაწილებს სხვადასხვა ორგანიზაციებში.
და ეს რა თქმა უნდა კარგია. სიკეთისთვის, კარგი საქმისათვის ხელმოქმედება და შემონაწილები წინვალე რაღაცაა. მაგრამ ჩვენ ქართველებს გვიჭირს რომ ერთად შევიკრათ და გავაკეთოთ შემონაწილები ჩვენი ქვეყნისათვის. გავაკეთოთ მეტი ხელმოქმედება ჩვენი ქვეყნისათვის. ქართველებს ემიგრაციაში, განსაკუთრებით ქართველებს, ვინც ღმერთმა მისცა შესაძლებლობა იყოს წარმატებული. გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მოვაწყოთ ივენთები, მოვაწყოთ საღამოები, სადაც შეიკრიბებოდა ქართველები და საქართველოს გულშემატკივრები. და აი ასევე ის რაც ამერიკელებს შეუძლიათ, რატომ არ შეგვიძლია რომ ჩვენ მოვაწყოთ ესეთი საღამოები ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესში და გავაკეთოთ შემონაწილები ჩვენი ქვეყნისათვის. კონკრეტული პროექტებისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა აღორძინდეს, გაკეთდეს რამე იმისათვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. მივცეთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და საბოლოო ჯამში ადამიანები უფრო ბედნიერად ცხოვრობდნენ საქართველოში და არ უნდოდეთ სადღაც ხრამთას იქით გადახვეწა.